შიდა ქართლში მომდევნო დღეების განმავლობაში მაღალი ტემპერატურა, პარალელურად კი ხანმოკლე წვიმა ამოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლებადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, 7 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სეტყვაც. დოდო გვაზავა განმარტავს, რომ ტემპერატურის კლება 10 აგვისტოდანაა მოსალოდნელი. სითხეები საქართველოში 9 აგვისტოს ჩათვლით ნარჩუნდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან თვითონ შავი ზღვის ეკვატორიალიდან ცოტა გრილი ჰაერის მასების ჩასვლა ჩრდილო რაიონებიდან ქმნის დღის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით საღამოს საათებისკენ ღრუბლიანობის განვითარებას. ამიტომ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შვიდში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, მათ შორის შიდა ქართლშიც. სადაც უკვე მე რამდენი დღეა ფიქსირდება 36-37 გრადუსები მაქსიმალური ტემპერატურა. ეს შენარჩუნდება 8-9 აგვისტოს ჩათვლით და როგორც აღნიშნე 7-ში, 8-ში და 9-ში მიუხედავად იმისა მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა. დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება მოსალოდნელი 8-ში, 9-ში და აგრეთვე შესაძლებელია ამ შედარებით გრილმა და ნოტიო ჰაერის მასებმა სასეტყო სიტუაციაც უფრო გაართულოს ამ მაღალი ტემპერატურის ფონზე. შედარებით მოსალოდნელია 10 აგვისტოდან ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით დაკლება. ცოტა შეიმჩნევა გლობალურ რუკებზე ჩვენი ქვეყნის ჩრდილო რაიონებიდან ცოტა გრილი ჰაერის მასების მოახლოება და სამხრეთის მოქმედების შესუსტება.